შევხედოთ თუ რა ხდება მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე, ვაშინგტონსა და პეკინს შორის ტარიფების დროებით შეჩერების ფონზე მკვეთრად შემცირდა გლობალური რეცესიის დაწყების რისკი, რაც თავისთავად აისახა როგორც ნავთობის ფასზე, ასევე ოქროს ღირებულებაზეც, რადგან მოგახსენებთ, რომ ის გეოპოლიტიკური რისკებისგან თავის დაზღვევის აქტივი გახლავთ. რა ვითარება არის ბირჟებზე დღეს და რას უნდა ველოდოთ ამ დღეებში? კვანძ სანდარაშვილი გაგვიახლებს ახლა პირდაპირ ეთერში მონაცემებს გალტენ თაგარტის ასოცირებული ტრეიდერი გვიერთდება პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა კვანძ. დილამშვიდობისა, მადლობა ნინი წარდგენისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში ტრადიციულად შევეხები ამერიკული ბაზრების მიმოხილვას. საკმაოდ საინტერესო გასული კვირა გქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ტარიფების კუთხით სხვადასხვა ნაწილში ვნახეთ, როგორი განვითარება იყო. პირველ რიგში გავიგეთ, რომ ტარიფები ამ ეტაპზე დაემატება შედარებით უფრო ახალ სექტორს, რომელიც არის კინოინდუსტრია. და შემდგომში უკვე ტარიფები ამ სექტორზეც ამოქმედდება. ეს სიახლე ინვესტორებისთვის შედარებით უფრო გაურკვევლობის შემქმნელი იყო. იქიდან გამომდინარე, თუ აქამდე რაღაც მომენტში ტარიფები მხოლოდ ფიზიკურ პროდუქტებზე ვრცელდებოდა, ახლა გაჩნდა ახალი ნაწილი, რომ შეიძლება ტარიფები ინტელექტუალურ საკუთრებასაც შეეხოს, რაც კიდევ უფრო ზრდის არეალს სამომავლოდ თუ რა ტიპის სექტორებს შეიძლება შეეხოს ტარიფები. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ფედერალურმა რეზერვმა გამოაქვეყნა თავისი მონეტარული პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ისინი თვლიან, რომ ჯერჯერობით საპროცენტო განაკვეთები არ შემცირდება, სამომავლოდ კი უკვე გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სტატისტიკაზე დაყრდნობით მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ შეცვლიან საპროცენტო განაკვეთებს. საკმაოდ საინტერესო კვირა იყო იმ კუთხით, რომ მოლაპარაკებები კიდევ უფრო დაესკალირდა და განახლდა სხვადასხვა ქვეყნებთან. პირველ რიგში აღსანიშნავი არის, რომ მოლაპარაკებას მიაღწიეს ინგლისთან, ამერიკამ და ინგლისმა შეათანხმეს სატარიფო კუთხით თუ როგორ მიდგომა ექნებათ სამომავლოდ და ასევე მოლაპარაკებების წარმოება მიმდინარეობს ჩინეთთანაც. კვირის ჭრილში რომ შევხედოთ, ინდექსები შემცირებული არის, მაგრამ არც თუ ისე დიდ ღირებულებაში კლებას აფიქსირებენ. ეს ყველაფერი ისევ გაურკვევლობიდან გამომდინარე იყო. NASDAQ-ის ინდექსი შემცირებული არის დაახლოებით 0.3%-ით, S&P-ის ინდექსი შემცირებული არის 0.5%-ით, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი შემცირებული არის 0.2%-ით. უფრო კონკრეტულადაც რომ შევეხოთ კომპანიებს, პირველ რიგში შევეხები Palantir's, რომელსაც ჰქონდა ფინანსური კვარტალური შედეგების გამოქვეყნება. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები ანალიტიკოსებისა და გამოქვეყნებული ფინანსური სტატისტიკური მაჩვენებლები თანხვედრაში იყო ერთმანეთთან, მაინც არ იყო ეს ყველაფერი საკმარისი ინვესტორებისთვის, რომ კომპანიის ღირებულებაში ზრდა დაფიქსირებულიყო და აქციების ფასი იკრებდა დაახლოებით 12%-ით. ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ უფრო მეტი მოლოდინები არის მაინც კომპანიის მიმართ, რადგან მზარდ სექტორში მოღვაწეობს. ინვესტორებს უნდათ, რომ არა მხოლოდ დასაკმაყოფილებელი, ბევრად უფრო კარგი მაჩვენებლები გამოაქვეყნონ. ეს ყველაფერი კი ინვესტორებში უფრო მეტად შიშებს იწვევს, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას, რომ სამომავლოდ ღირებულებაში ზრდა დააფიქსიროს. შემდეგი კომპანია, რომელსაც შევეხები, ეს იქნება Lyft საკმაოდ კარგი კვირა ჰქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მათაც ფინანსური კვარტალური შედეგები გამოაქვეყნეს. ამ კუთხით Lyft-ს არც თუ ისე კარგი ფინანსური მაჩვენებლები ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ კარგი რამდენიმე ნაწილი იყო, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. Key performance ინდიკატორების ნაწილში შესრულებული მგზავრობების კუთხით საკმაოდ გაზრდილი არის კომპანიისთვის წინა კვარტალში მაჩვენებელი და დაახლოებით 16%-იან ზრდას გვიჩვენებს, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კომპანიამ სამომავლო პროგნოზების კუთხით საკმაოდ კარგი ხედვა გვიჩვენა. ამას ემატება ისიც, რომ ცდილობენ, რომ გაფართოვდნენ რეგიონის თვალსაზრისით, ახლა თუ მხოლოდ ამერიკასა და კანადაში მოღვაწეობენ, დაემატება და ცდილობენ, რომ ევროპის ნაწილიც აითვისონ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ გერმანული ტაქსის მწარმოებელ კომპანიებთან და უნდათ, რომ ამის დახმარებით შევიდნენ ევროპის ბაზარზეც. ამასთანავე Lyft-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბაზარზე აქციების უკან გამოსყიდვის ნაწილში 500 მილიონი დოლარის ნაცვლად 750 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს გამოიყიდიან, რაც რა თქმა უნდა ისევ და ისევ საკმაოდ კარგი სიახლე იყო და კომპანიის აქციები ღირებულებაში კვირის განმავლობაში იზრდებოდა და დაახლოებით 32%-ით არის გაზრდილი კვირის განმავლობაში. შემდეგი კომპანია, რომელსაც შევეხებით, არის Disney.
Disney-მაც გამოაქვეყნა ფინანსური კვარტალური მაჩვენებლები, საკმაოდ კარგი, ანალიტიკოსების მოლოდინებზე ბევრად უფრო კარგი მაჩვენებელი გვიჩვენა. პროდუქტების ნაწილშიც რომ შევეხოთ Disney Plus streaming-ის ნაწილში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვაქვს, რაც უკავშირდება ძირითადად ახალი გამომწერების რაოდენობას. გასულ კვარტალში დაახლოებით 1.4 მილიონი ადამიანი დაემატა, ვინც Disney Plus-ის გამომწერი გახდა, ხოლო უფრო გასართობი პარკების და კრუიზების ნაწილში თუ შევხედავთ, დაახლოებით 6%-იან ზრდას ვხედავთ მათ შემოსავლებში, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი მაჩვენებელი არის. ამასთანავე Disney-მ განაცხადა, რომ ახალი პარკის დამატებას ფიქრობენ აბუ-დაბის ნაწილში და ეს იქნება რაღაც რიგით მეშვიდე პარკი უკვე Disney-ისთვის. კომპანიის აქციები კვირის განმავლობაში დაახლოებით 18%-ით არის გაზრდილი. უფრო ევროპული ინდექსებიც რომ მიმოვიხილოთ, STOXX-ის ინდექსი, რომელიც უფრო სრულ ხედვას გვიჩვენებს ევროპის ბაზრის თუ როგორი ცვლილება დაფიქსირდა, დაახლოებით 0.3%-ით არის გაზრდილი. ეს ყველაფერი ძირითადად უკავშირდება წარმოებულ მოლაპარაკებებს, უფრო მეტად ევროპის ნაწილში გამოვყოფდი ინგლისს, რომელსაც ჰქონდა მონეტარული პოლიტიკის განაცხადი. ინგლისის ბანკმა დაახლოებით 0.25%-ით შეამცირა საპროცენტო განაკვეთები, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ამერიკასა და ინგლისს შორის შეთანხმება შედგა სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, შემცირდა ტარიფები ტრანსპორტირების მანქანების ტრანსპორტებზე და ამასთანავე მეტალის იმპორტზეც. რა თქმა უნდა, ეს სიახლე საკმაოდ პოზიტიური იყო, ფუცის ინდექსებიც გაზრდილი არის საგრძნობლად. შედარებით უფრო აზიური ბაზრებისკენაც რომ გადავინაცვლოთ, პირველ რიგში შევეხები იაპონურ ინდექსებს. იაპონური ინდექსები, Nikkei 225-ის ინდექსი გაზრდილი არის დაახლოებით 1.8%-ით, ხოლო TOPIX-ის ინდექსი დაახლოებით 1.7%-ით. ეს ყველაფერი ისევ და ისევ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩინეთსა და ინგლისში წარმოებული მოლაპარაკებები პოზიტიურად აისახება სხვა რეგიონებზეც და ამ შემთხვევაში იაპონიის რეგიონზეც ინდექსები გაზრდილი არის იმ მოლოდინით, რომ სამომავლოდ იაპონიასა და ამერიკას შორისაც პოზიტიურად დასრულდება მოლაპარაკებები სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩინეთსაც რომ შევეხოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი იყო გასულ კვირას, იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები ჩინეთთანაც მიმდინარეობდა, კვირას შეხვდნენ შვეიცარიაში ჩინეთის და ამერიკის წარმომადგენლები სატარიფო პოლიტიკის განსახილველად, ჯერჯერობით რაღაც კონკრეტული ხედვა არ გვაქვს თუ რა შეთანხმებაზე შეჯერდებიან, მაგრამ ვიცით, რომ 14 მაისიდან მოხდება ჩინეთის ტარიფების შეჩერება, იმ 90 დღიან პაუზას შეუერთდება ჩინეთიც და სამომავლოდ კი მოლოდინები გვაქვს, რომ დაახლოებით 115%-ით უნდა შემცირდეს დაწესებული ტარიფები. მიმდინარე კვირასაც რომ შევეხოთ, მიმდინარე კვირას საკმაოდ საინტერესო იქნება ფინანსური მაჩვენებლებით გამოაქვეყნებენ თავიანთ ფინანსურ კვარტალურ მონაცემებს ისეთი კომპანიები, როგორიც არის Alibaba, Walmart, Cisco, ასევე ეკონომიკური კალენდრის კუთხითაც საკმაოდ საინტერესო კვირა არის. მივიღებთ ინფორმაციას თუ როგორი შედეგები არის სამომხმარებლო და მწარმოებლის ფასდა კალათასში და ამასთანავე ფედერალური რეზერვის წარმომადგენლებიც გამოვლენ და წარგვიდგენენ თავიანთ ხედვას არსებული დატის მიხედვით თუ როგორი არის ეკონომიკა და როგორი იქნება მათი გადაწყვეტილებები სამომავლოდ. დღეისათვის სულ ეს იყო, ამით დავასრულებთ დღევანდელ ჩვენ მიმოხილვას, ეს იყო გალთენთაგარტი და გემშვიდობებით მომდევნო ჩართვამდე. Გვანცა მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისათვის ჩვენი მაყურებლებისთვის დილიდან. გვანცა ზანდარაშვილი, გალთენთაგარტის ასოცირებული ტრეიდერი იყო საქმიანი დილას ეთერში.